ტრაგედია, რომელმაც ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა, რა გახდა 30 წლის მაგდა ბალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი და რატომ ადანაშაულებს ოჯახი უმძიმესი ბრალდებებით კლინიკა გორმედს. საქმე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს და თითქმის 6 თვეა ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა ოთო მღებრიშვილთან ერთად. სანამ უშუალოდ კითხვებზე გადავიდოდეთ, მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ შევთავაზეთ კლინიკა გორმედის ადმინისტრაციას გადაცემაში მოსვლა, თუმცა მათ არ ისურვეს ჩვენი ეთერით სარგებლობა. როგორც მათ განაცხადეს, სამშობიარო სახლმა დროებით მუშაობა შეაჩერა. ამ ეტაპზე კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე მუშაობს და დაახლოებით 1 თვეა მშობიარე პაციენტებს არ იღებს. პირველ რიგში ვიზიარებ მომხდარ ფაქტს, ქალბატონო ანა, თქვენ დედა ბრძანდებით გარდაცვლილის, უშუალოდ რომ გაიხსენოთ. როდის დაიწყო კლინიკა გორმედის და თქვენი შვილის ურთიერთობა? ექიმა დაიბარა, რომ თუცნებმა შეგაწუხოსო, ჩამოდითო, მაშინათვე გადავწყვეთ საკეისრო, კვეთა გავაკეთოთ თუ არა. ჩავედით 12 დილით, 10 საათზე უკვე იქ ვიყავით და ნინი შერმადითა შევედით. შევიდა ყველაფერი, დაელაპარაკა ჩემი შვილი, ყველაფერი აუხსნა და უთხრა, რომ გავაკეთებთ პასუხებს, ანალიზებს და როგორც შევხედავთ თუ კაი მდგომარეობა გექნებათ, საკეისრო კვეთას გავაკეთებთ. შეიყვანეს მე ეხოზე ყველაფერი გააკეთეს, კარგიაო, ანალიზებიც კარგი პასუხი მოვიდა და უთხრეს და ბატონ ვასიკო სიმონიასთან მივათ და დაგეგმავე საკეისრო კვეთას. მივედით ვასიკოსთან, ყველაფერი ანალიზების პასუხი რო კარგი მოვიდა, დაგეგმეს ოპერაცია და დაიყვანეს მაგდა საოპერაციოში. ჩვენ ველოდებოდით დაბლა საკეისროს 12 საათი იქნებოდა რომ ჩამოვიდნენ და გითხრეს რომ ბიჭი გეყოლათ და შემდეგ ოპერაცია გრძელდება და შეგეხმიანებით მე როგორ წავა ყველაფერი ოპერაცია კი რთული იყო, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენ ველოდებოდით ყველაფერს რამე და მე რომ ჩამოვიდნენ და დაასრულეს ოპერაცია, გაიყვანეს პალატაში, გითხრეს დედა რომელი ხარ და მეუღლეო. მე და მაგდას მეუღლე წაგვიყვანეს. საანახეთ, გვაჩვენეს რა. რო ავედით, ნახეთ, კარგად იყო ხლა. შობიარე იყო და იმ წუთში დაველაპარაკეთ რამე პასუხი გაქვს. შერმადინი იყო. ნინი შერმადინი ქალბატონი ნინი. ამასთან დაკავშირებით როგორ მიდიოდა შობიარობის პერიოდი? ცნებები ჰქონდა მაგდას და რო უკავშირდებოდა, მიმოწერებიც ჰქონდათ, ეუბნეოდა რომ წამლებს აძლევდა დალიე და მე შევეხმიანოთ ერთმანეთს და თუ რაღაცა პრობლემა იქნება, გაგიკეთებთ საკეისროსო. და წნევა რო გქონდა იმ ღამეს დაურეკა ექიმს და უთხრა რომ ჩამოდიო მაგდა. რო ჩავედით, გასინჯა ყველაფერი უთხრა და კარგად არის და მოგხედავ თუ რა, წნევა კი გქონდა, მაგრამ ეხლა 140 ქონდა რომ მივედით წნევა მაშინ. არაფერიაო ესო და რო გაატარეს ეხოსკოპიაზე, გადაუღეს. მე ანალიზები გაუკეთეს. საკეისროსთვის მომზადება რო დაიწყეს. რომ მოვიდა ეს ანალიზის პასუხები უკვე კარგი პასუხები იყო და დაიწყეს მაშინ მომზადება მაგდას. ხო და მაგდა რო წაიყვანეს მაღლა, ჩვენ ხო ველოდებოდით დაბლა და მალევე ჩამოვიდნენ ბავშვი, გითხრეს რომ დაიბადაო და ოპერაცია მიმდინარეობს ჯერ ისეო და მე რო ჩამოვიდნენ და გითხრეს რომ ოპერაცია ცოტა რთული იყო და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, აღარაფერი საშიში არ არისო. წავიყვანეს ჩვენ რომ წამოდი და პაციენტი ნახეთ. ნახეთ მე და ამირან მაგდას მეუღლე. მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, როდის დაიგეგმა საკეისრო კვეთა და ვინ იყო ექიმი? საკეისრო კვეთა დაიგეგმა 12 აგვისტოს და ვასიკო სიმონია იყო მაგდას ექიმი. ოპერაციის წინ ჩაუტარეს ყველანაირი ანალიზი და ეხოსკოპია ჩაუტარეს. თქვენ თუ გაეცანეთ კარდიოგრამა ანალიზის პასუხებს და აგიხსნეს. ჩემთვის არ უჩვენებია და თქვენს რომ ყველაფერი ნორმაშია და ოპერაცია უნდა გავაკეთოთ. თორე რო ეთქვათ იმათ რომ რაღაცა პრობლემა იყო, ჩვენ წავიყვანდით თბილისში. არ დავტოვებდით ახლა. ოპერაციის შემდეგ თუ მოგცეს შესაძლებლობა რომ გენახათ თქვენი შვილი? ოპერაციის შემდეგ დაგვიძახეს მე და მაგდას მეუღლეს, ამირან გოგინაშვილს და აგვიყვანეს პაციენტის სანახავად, მაგდა ბალიაშვილთან. როგორ გრძნობდა თავს თქვენი შვილი? იმ წუთში კარგად იყო. და უფრო საღამოც დამძიმდა მაგდა ექიმა რო ნახა.
6 საათი შემოვიდა თავის ექიმი ვასიკო სიმონია დაათვალიერა და წავიდა გადააბარა მორიგე ექიმს. მორიგე ექიმი ერთხელ შემოვიდა. მორიგე ექიმი ვინ იყო უკაცრავად თუ არის ვინ ალბათ ცნობილი? არ ვიცი, დღემდე არ ვიცი ვინ იყო. დიახ. მორიგე ექიმი შემოვიდა, გადახედა მაგდას და გავიდა. ექთანი შემოდიოდა რამდენჯერმე შემოვიდა მაგდას შეიკითხა რაღაცეები ნერსით გაუკეთა რა ვიცი რა თავანთი ციან როგორც და გავიდა ეს ექთანი ისევ და შემოვალ ისევ 1 საათშიო უკვე საღამოთი გვიანი იყო მაგდა რომ ცუდად გახდა წნევას ვერ უსინჯავდნენ ჯერ ისეთი აპარატები ედგათ რომ მარტო ხმას გამოსცევდა რომ დაუძახე მაგდა ცუდად არის მეთქი ამათ რომ შემოვიდნენ მაგდა როგორ აბა რამდენია ეს რამდენია ეკითხებოდნენ ბავშვი უკვე ცუდად ყოფილა მაგ დროს და ჩქარა მიშველეთ მეთქი რომ ყვიროდი უკვე მე შემოვიდნენ დაუყენეს ყველაფერი სასუნთქი აპარატი რაღაცეები და როდგა დაუძახეს გორმედიდან გადმოვიდნენ დამხმარეები იმან მას თქვეს რომ ექთან მაუთხა ერთ-ერთმა რაღაც უყურებდითო ბავშვსა ანალიზი გაუკეთეთო ანახოსკოპია გაუკეთეთ და არავის არაფერი ქონდა გაკეთებული მე მაგ დროს იქ ვიყავი და არც იცოდნენ ალბათ მე რომ შობელი ვიყავი მე მოვარდა ის იყო შემოვიდა ექიმი იყო კარდიოლოგი რეანიმატოლოგი და უთხრა რას აკეთებთო ამდენ ხანსთაო ბავშვს რომ შეხედა და აღარ ქონდა ფერი, რას უყურებდით, ამდენ ხანსო ბავშვსო გული გაუჩერდაო. ეს დაახლოებით საღამოს 9 საათი იქნება. ოპერაციის შემდეგ. ოპერაციის შემდეგ საღამოთი დამდგა. 8-9 საათამდე რა ეს. რას უყურებდითო ბავშვსო გული გაუჩერდაო. კი მოიტანეს ყველაფერი. და ჩაუტარეს პირველად დახმარება, მაგრამ ჯერჯერობით უკვე აღარაფერი იყო. დაგვიანებით ვერ გაუწეს სათანადო დახმარება. უყურადღებობა იყო ავადმყოფოში. არც აპარატი უმუშავებდა, მარტო ხმებს გამოსცემდა და ავადმყოფის ესე გასინჯვა რამდენია ეგ პირველად გავიგე. არ მიაქციეს ჩემ შვილს სათანადო ყურადღება და მინდა რომ დაისაჯო. ჩემთვის ცნობილია ამ ფაქტს შეესწრო დეიდა. ქალბატონო მაკარომ გითხრათ უშუალოდ რა დახმარებას მიმართა მედპერსონალმა, როდესაც პაციენტი დამძიმდა. ახლა პირადად აი იმ წუთში როცა დამძიმდა მე იქ არ ვიყავი უკვე წასული ვიყავი მანამდე დაკავებული ვიყავით ბავშვის გადაყვანით თბილისში ეგრეთ ჩათვალა პედიატრმა რომ აქ სათანადო პირობები არ აქვს და მე ამ ბავშვს ვერ დავიხვევ ხელზე და საჭიროა რომ გადავიყვანო თბილისში მე მაგდასთან ამ თემაზე ვაგვარებდი საქმეს ესე უკეთესია შვილო და ეს რაღაცებს და 6 საათი იყო ბავშვი რო წაიყვანა რეანიმობილმა ავედი და ვემშვიდობე მაგდას და წავედით სახლში გავიდა ალბათ 1 საათიც არ იყო გასული 9 საათის შემდეგ დაგვირეკეს თბილისიდან და არ პასუხობდა ჩემი და დედაჩემა დამირეკა რომ ნანა არ პასუხობს რა ხდება რო დავრეკე ერთი მოგვაძახა რომ მომხედეთ მაგდა ყავს სუდათ რომ ყავს 7 წუთში ვიყავით რო შევედი ჯერ ლიფტი ხო არ ჩამოდის 1 საათი მეხუთედან რავი ლიფტია თუ რა ქვია მაგას სვანაძეს უნდა ტყვია შუბში მეტი არაფერი ხო და ავედი ფეხით და რო შევედი ესეც ჩემი დაც პალატაში იყო ისე მე შევედი ხა ძალიან ბევრი მედპერსონალი იყო და ვინ ოპერაციის შემდეგ ხო ეს ოპერაციის შემდეგ ხდება 5 საათის მერე მინიმუმ ვინ რა იყო ახლა მე იქ არ ვიცი ძალიან ქაოსი იყო მაგრამ ეს ბავშვი რო დავინახე საწოლში რავი ჩემი შეხედვით 0 იყო იქ სიცოცხლე სასწაული უნდა მომხდარიყო აი 1000%-ში ერთიც არ ახდება ეგეთი სასწაული ახალშობილი როგორ გრძნობდა თავს ეს უკვე გადაყვანილი ყავდა ახალშობილი როცა ეს ამას ვყვებიდა რამ განაპირობა გადაყვანა ახალშობილის პულსი ბავშვი რო გაინძეოდა პულსი 200-ზე ადიოდა და როგორც ჩვენთვის ცნობილია ნაკლები წყალი ქონდა მუცელში და იმან გამოიწვია ბავშვის ეგ მდგომარეობა გორმედის რეანიმაციაში მკვდარი წაიყვანეს არ იყო ცოცხალი მე ამისი თელი სანათესაო მოწმე მყავს გარდა ჩემი ამათი რომ ბავშვი არ იყო ცოცხალი ვეუბნეოდი აი რა უნდა მოხდეს სასწაული რომ ის ბავშვი არ ვიცი აი მართლა სასწაულს ველოდებოდით ეხლა განათითონ არ იცოდნენ რაც მოხდათ მაგრამ თვალშინაც არ გვაყრიდნენ და
რო არ გემეტება შენი ახლობელი სიკვდილისთვის არ მინდოდა რომ დამეჯერებინა, მაგრამ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. ანუ არანაირ დახმარებას არ მიმართა მე პერსონალმა ეგთანი არ შემოვიდა, წნევა არ გაუსინჯა. ნახა თუ არა მორიგე ექიმმა. ეს უკვე ჩემი დაიყო იქ როცა იყო, მაგრამ მე წასვლის წინ მე შეხება მაქვს. 8 წელიწადი ემერჯენსში ვიმუშავე. მე შეხება მაქვს და ჩემდაც დაუბარე რომ მონიტორს არენდო, მოითხოვე ხელის წნევის აპარატი, ბავშვი ისე გადაუკონტროლე, ყურადღება მიაქციე, დენა არ დაემართოს და ეხლა ახალმშობი არის, მე ვერ მივიდოდი და მუცელზე ვერც დავაწვებოდი და ეს თვითონ ექიმმა უნდა იცოდეს და ჩვენ საიდანაც შეგვეძრო რომ ეს როგორ თქვა, მივხვდარიყავით იქიდან არაჩვენა ის რომ დენა დაემართა ბავშვს. მოითხოვა ხელის აპარატი და სად ქონდა კლინიკას ქონდა? ერთი მაინც წამოსდენოდათ რომ შეიძლება რამე გართულებასთან ქონდეს საქმე. ეს არ უთქვია, არც მკურნალ ექიმს უთქვია, არც ოპერაციის ექიმს არ უთქვია. რაიმე გართულებას ხომ არ ქონია? არაფერი. მარტო წნევები ქონდა მაგდას და მაგის ის ქონდა, თორე არანაირი გართულება არ ქონია. ისეთი ბავშვი იყო, ყოველკვირა თუ რამეს შეატყობდა თავი თავს ან არ მოსწონდა, იმ წუთში ექიმთან იყო კავშირში. რა თუ რამე არ მოეწონებოდა, ან ჩამოვიდოდა და პირადად ნახულობდა. უყურადღებო ბავშვი რო ყოფილიყო, ვიტყოდი რომ უყურადღებოთ არ მიაქცია ყურადღება და რაღაცა დაემართა. თავანთი უყურადღებობით დამეღუპე შვილი. მომხდარი ფაქტის შემდეგ თუ აკეთებს კლინიკა რაიმე კომენტარს? არაფერს. თქვენთან ან საუბარი არაფერი, არც არავინ არ მოსულა, არავის არაფერი არ უკითხია. ბავშვი ისე დაიღუპა, თვითონაც არ გამოსულან და არ უთქვიათ რომ დაიღუპა და ან ვიზიარებ არ რაღაცა. მილიციის უფროსმა გაგვაგებინა რომ ბავშვი დაიღუპა. არავინ არ გამოჩენილა იქა, არც მედდა გამოჩენილა, არც ექიმი გამოჩენილა. ალბათ რომ დაინახეს ამოდენა ხალხი მისულები ან შეეშინდათ და გაიბანენ. მაშინ როგორ ესე ხდება ჩვენ ქვეყანაში რომ პაციენტი დაგეღუპა და გამოდიდა მითხარი ესეთია ბავშვი შეგვეთქვა და მილიციამ გაგვაგებინა რო ატყდა ფუსფუსი და გაივსო სამატყოფო მილიციით და ვეხვეწებოდი შემიშვით ხალხო ჩემი შვილი მანახვეთ მეთქი მე რეთქვეს რომ აქ და აღარ არისო უკვე გათენებისას მთელი ღამე დაგვაყუდეს ვატყუებდნენ რომ უჭი ხوارს კიო და უკუჭი ხوار გაუსკდაო ბავშვს უთხარით არაფერი არ აწუხებდა ბავშვს საერთოდ არაფერი არ აწუხებდა ჭხილიც არ წამოსტკივნია ჩემ შვილს და ეგენი ხარას გეუბნეოდნენ არც ყურადღებას არ გვაქცევდნენ რომ შობლები ხართ და ესეთი მდგომარეობაა ერთხელ დაგვიძახეს და გითხრეს რომ ამ ბავშვს უკუჭიაგო გახეთქილიო უნდა გამოვიძახოთო ექიმიო რომ გაიგოსო საიდანაა ხდება როგორაო თანახმა ხართო და მე ვთხარი თანახმა ვარ ჩემი შვილს თუ რამე ეშველება გაუკეთეთ მეთქი მაგრამ ჩემი შვილი აღარ იყო მაგ დროს ცოცხალი ყველა გვაიმედებდნენ დილამდე ეგრე პასუხისგებლოები არიან დაგვენახეს რომ ალბათ ნორმალურად ვიქცეოდით და რამე ყურადღება არ მოგვაქცია როდის დადგა უშუალოდ გარდაცვალება და რა დააფიქსირეს ისტორიაში რა ჩაწერეს პაციენტის ისტორიაში 0:05 საათი და 5 წუთი ბავშვი საღამო 9 საათზე გარდაცვალებული იყო 1000%-იანი დაუსვა მაგას და თქვენ ფიქრობთ რომ ისტორია პაციენტის გაყალბებულია 100% კი არა 1000% გაყალბებულია რომ თავად ტყავებს უფრთხილდებიან ვეღარ ამოეფანენ სანიტრებსა და ექთნებსა ბიზნესად რო აქ ექიმებსა თავად სფერო ნაკცევი და იმიტომ კითხონ და ყველას გავცემ პასუხს ფულზე რო გადადის მაგათი ყველაფერი და საშვილიშვილო ცხოვრებას იწყობენ აბა ვნახოთ ჩემი მაგდასოდითა ვინ შვილიშვილები შერჩება თუ ყველასა რაიმე მტკიცებულება თუ გაქვთ რომ ადასტურებთ ამით რომ გაყალბდა ისტორია პაციენტის 9 საათზე რო ჩამოვედი გვამი იყო ლოგინში და მეტი რაღაც ცოცხალი ინფორმაცია ვარ ეხლა მე იქ რას დავწერდი გაიყვანეს ბავშვი უბრალოდ გაგვაცილეს თავად სასარგებლოდ დრო გაწელეს აპარატზე წაყვანილი ახლა როგორც ვიცი, იმიტომ რომ დააეყვანათ ეგო გარდაუვალი იყო, თავად საკეთილ დღეოდ ხელოვნურ სუთქვაზე და ესე როგორც ხდება რა. მაგრამ ბავშვი იყო მკვდარი. აი 1000% ვამტკიცებ ამას. თქვენ თქვით რომ წნევის აპარატი არ ჰქონდათ ხელის. რომ თქვით მიზეზად რას ასახელებდნენ? ეს ჩემთან მოითხოვა, ეს მონიტორზე რო იყო ბავშვი შეერთებული. წნევის აპარატი მე მოვითხოვე, რომ ეს აპარატი არ აჩვენებს კარგად მეთქი.
და ხელის აპარატი თუ გაქვთ მეთქი მომიტანეთ რომ გაუსინჯოთ ჩემ შვილს წნევა. მომიტანეს ისიც რავი რა მდგომარეობაში სამატყოფოს თუ ეგეთი წნევის აპარატი უნდა ქონოდა ეგეც არ ვიცოდი. რო გაუსინჯე ბავშვს სამჯერ გაუსინჯე წნევა და წნევას დაბალი ქონდა დავარდნილი ქონდა წნევა და ვერ უსინჯავდი და მე რო დაუძახე ეგთანს მომხედეთ მეთქი ბავშვს არ შეუძლია წნევას ვერ უსინჯავდა დამეხმარეთ მეთქი. რო შემოვიდნენ სულ ყველანი და მაგდა ეუბნეოდნენ და ჟანგბადი დაუდგეს მე და მაგდა მიცქირი რამდენია მითხარიო. ბავშვმა კი უთხრა მაგრამ მე დაიწყეს იქ ჭორჭმინი რომ ეს ვინ უკაცრავად მორიგე ექიმა უთხრა თუ ბევრი მოვიდნენ უკვე იქ ეგთანი იყო თუ ის იყო ახლა უკვე ეგ ვეღარ გავარკვიე და მე დავცქეროდი ჩემ შვილს და ვეუბნეოდი შვილო ოღონდაც გაიკეთე ჟანგბადისა რომ იქნება ის უთქო მეთქი რომ რაღაც მაგასაც ხო ვერ წარმოვიდგენდი რომ შვილი ეღუპებოდა და ეუბნეოდნენ მაგდა ესე მე სიცხეც გაუსინჯეს 35 ქონდა ბავშვი და რომ შემოვიდნენ გორმედიდან ეგთანი მოვიდა იქ მე რომ დამხმარები გამოიძახეს სისხლის ანალიზი გაუკეთე თუ არაფერი არც სისხლის ანალიზი ქონდათ გემოგლობინზე გაკეთებული არც ეხო ქონდათ არაფერი არ ქონდათ ჩემი შვილისთვის გაკეთებული რომ ოპერაციიდან გამოიყვანეს და ეხოსკოპიაც ქონოდათ გაკეთებული ეგრე მოხდა ჩვენი საქმე გარდაცვალების შემდეგ არსებობს თითქმის 6 თვე ექსპერტიზის დასკვნა. 8 თვეა. თქვენი აზრით რატომ არ არის სამდენი ხნის განმავლობაში? ალბათ ძალათია ჭიანურებენ, არ ვიცი. მაგრამ თუ საჭირო გახდება, საკუთარ ექსპერტიზასაც მოვიწვევ, არ არის დაგვიანებული. მე რაღაც გააყალბებენ. რამდენიც უნდა მალონ და რაც უნდა გააკეთონ. დღეს თქვენი მოთხოვნა რა არის? რა არის და პასუხი უნდა გონ ჩემი შვილის სიმართლეს უნდა გაეცეს პასუხი. რომ სხვისი ოჯახებიც არ დაანგრიონ და არ ამოწყვიტონ ჩვენსავით. აი ეგ არის ჩვენი მოთხოვნა. ეყოს ნებისმიერ ექიმსა ბიზნესად ნაქცევი რო აქვს თავანთი სფერო. ჩემთვის როგორც ცნობილია ორსულს პათოლოგიური მშობიარობა ქონდა წინა ორსულობის დროს. პირველი ორსულობის დროს დიახ და შეიძლებოდა პათოლოგიური მშობიარობის დროს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში როგორიც კლინიკა გორმედია რომ გითხრათ ამის შესახებ პირველი მშობიარობაზე გოგიაშვილების კლინიკაში იყო მაგდა აღრიცხვაზე და 6 თვის რო იყო დაემართა ცილებმა აუწიეს და ჩვენ მათ გითხრეს გოგიაშვილების კლინიკაში აქ ჩვენ ვერ მივხედავთ და წაიყვანეთ უღუდუშაურის კლინიკაში იქ არის მაგის ცენტრიო წავიყვანეთ მაგდა და მიხედეს იქ ყველანაირად დაგვეხმარნენ და მაგათაც რო ეთქვათ საჭიროა რომ წაიყვანოთ პაციენტი ჩვენ ერთი წუთითაც უკან არ დავიხევდით ერთი წუთითაც რას ლაპარაკობ შვილს როგორ გავწირავდი ბოლო კაპექს გავიღებდი და ჩემ შვილს მივხედავდი მაგრამ არ ჩათვალეს არ მიაქციეს სათანადო ყურადღება. ძალიან რთულია და მესმის თქვენ და კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას თქვენ ბრძანდებით მეუღლე გარდაცვლილის ბატონო ამირან რომ გაიხსენოთ ვიცი რომ თქვენთვის რთულია გახსენება რა მოხდა საკეისრო კვეთის შემდეგ გქონდათ თუ არა შესაძლებლობა გენახათ თქვენი მეუღლე კი როგორც ჩამოვედით დილით 9 საათზე იქიდან დაბარებულები ვიყავით მივედით ნინო შერბანდინთან ნინო შერბანდინმა უთხრა რომ ანალიზები უნდა აიღო ეხოსკოპია უნდა გადაიღო და მე ნახოთ შევიდეთ ვასიკო სიმონიასთან და რას გეტყვის და როგორ გადაწყვიტავს დაიწყობა თუ არა გააკეთებს თუ არა საკეისროს ამის გამო მივედით ყველაფერი გავაკეთეთ მაგდამ ანალიზებიც აიღო შევედით ვასიკო სიმონიასთან ვასიკო სიმონიამ რომ გადახედა ანალიზებს უთხრა რომ საკეისრო უნდა გავაკეთოთ წყლის ცოტა წყლები არ მომწონს ნაკლებობა წყლისა დაიგეგმა საკეისრო ოპერაცია აიყვანეს ჩემი მეუღლე საკეისროს გასაკეთებლად რომ გააკეთეს ოპერაცია სადღაც 12 საათი იყო რომ ჩამოვიდა სიმონია გითხრა რომ ცოტა გართულდა ოპერაცია ნარკოზის დამატება დამჭირდა
მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მეუღლეს კარგად არის, ბავშვიც კარგად არის. ცოტა ხანში დაგიძახებენ, შეგიძლიათ აბზანდეთ პალატაში და ნახოთ. ჩამოვიდა ქალბატონი და დაგვიძახა მე და ნანას, მაგდას დედას. წამობძანდით, თქვენი შვილი ნახეთ, ბავშვსაც განახვევთ. ავედით და ვნახეთ ჩემი მეუღლე, როგორც ახალი ნაოპერაციებელი, იყო რა, ვერ იყო იმდენად ფორმაში, რომ ახალი ოპერაცია გაკეთებულა, ჩვენ ხო არ ვიცით რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, როგორც ყველა ახალი ნაოპერაციებელი, ვერ იყო ისეთ ფორმაში. კი გველაპარაკებოდა, გვცემდა პასუხს, რო ეკითხებოდით რაღაც ბავშვ, მე ბავშვიც ამაყვაინა, რომ ბავშვი მანახეო, ავიყვანე და ბავშვიც ნახა. საღამოთი მე ეს ველოდებოდით ჩემი შვილის გადაყვანას თბილისში, მადლობა იმ ქალბატონს, რომ შვილის თავის თავზე არ აიღო და გითხრა, რომ მე ჩემ თავზე ვერ ავიღებ ამ ბავშვის იმას. მე უნდა გამოვიძახო რეამობილი თბილისიდან, ჩამოვლენ და წაიყვანენ ამ ბავშვს. თქვენი მოთხოვნა იყო, რომ თბილისში გადაგეყვანოთ. თვითონ იმ ქალბატონმა გითხრა და რომ უნდა გავწერო თბილისში, უნდა გადავიყვანოთ ეს ბავშვი. ჩვენც დავთანხმდით ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა შობელი და ყველა ადამიანი ეგრე მოიქცეოდა, ჩვენ დავთანხმდით და გამოიძახა ამ ქალბატონმა გადაიყვანა. გადაიყვანეს თბილისში, საღამოს 6 საათი იყო ზუსტად. ამასობაში ჩვენც ავედი, კიდევ ვნახეთ ჩემი მეუღლე, დავემშვიდობეთ და წავედით სახლში. არ გავიდა სულ სადღაც 9 საათი 40 წუთი, სადღაც მანამ სახლში მივედი რაღაც მოწესრიგდით რაღაც. და რეკავენ, რომ მაგდა ცუდად არის. ჩემი მეუღლის დედა გვირეკავს, რომ ცუდად არის, ჩამოვხედეთ. ამასობაში ჩამოვარდით, ყველა გამოიქცა. უწინ დეიდამ ჩამოვიდა და დაინახა დეიდამ რაც ხდებოდა. 8 წელიწადია საავადმყოფოში მუშაობს და იცის აქვს გამოცდილება. სხვათა შორის შეიძლება ბევრ ექიმზეც მეტი გამოცდილება ჰქონდეს. მანამ ჩვენ ჩამოვედით, დეიდა ავიდა, შევიდა და ვერც გაიგეს ვინ იყო. და ერთმანეთს ეუნეოდნენ, რომ რა ქენით, ბავშვი დაუღუპეთ, ან წნევა გაუზომეთ, ან ანალიზი გაუკეთეთ, ან ის გააკეთეთ და ხმას არავინ არ იღებს. რას ჩხუბობთ. ეჩხუბებოდა ერთი ექიმი, ვიღაც იყო, რომ ეჩხუბებოდა ამაც ყველა. რა ქენით, ბავშვი დაუღუპეთ. ამანმა გაიყვანეს, ჩემი მეუღლე ვითომ რამე გაუკეთეს. ხან ჩამოგვიგზავნეს, რავი, მაგათ პერსონალ ხელი მოაწერეთ, ამოდით მაღლაო, დაგვიბარა ექიმმა მე და ჩემი მეუღლის დედა. ავედით მაღლა, ხელი უნდა მოაწეროთ, ოპერაცია უნდა გავაკეთოთ. ეკითხები, რაზე უნდა რა სჭირს, როგორ? აი, ის არისო, ტრომბა გაუარაო პირველ რიგში. ფილტვი აქვს გახეთქილიო, რა ტრომბა, რის ტრომბა. მე თქვენს რომ კუჭისდან ის სისხლდენა, ფარული სისხლდენა მიდის კუჭიდან, კუჭია გახეთქილი, ამ ბავშვს კუჭის ტკიოდაო და ხარას იმეზიზებდნენ ხარას. ჩამოვედით, არ მოუწერე ხელი თავიდან. ჩამოვიდნენ, კიდე ჩამოვყვნენ და უნდა შევეკითხები ხალხს, მეუღლეს, ჩემი მეუღლის უпроსტად ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, დედამის, მამამის და იქ ხალხი იყვნენ ყველა და მოუწერე მე ხელი, რაზეც ტყუილა მომაწერინეს, კუდარ ადამიანზე მომაწერინეს ხელი, რომ გაეყალბებინათ ალბათ რავი თავად გაფუჭებული საქმე რომ მიემალათ. და დილის რომელიც ალბათ 5 საათი იყო თუ რაღაცა, პოლიციის უფროსი და პოლიციის უფროსის მოადგილე მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ აპარატი უნდა გამოვთოთ, აზრი არ აქვს. ბავშვი დაიღუპა. ისიც არ ინამუსეს და იმდენი არ გამოვიდნენ და არ გითხრეს, რომ პაციენტი დაგვეღუპა. სულ ყველანი გაიპარნენ, დაიმალნენ და იმას მანამდე არ იმასაკნეს, მანამ მთელი სამართველო არ მოვიდა და მთლიანად არ გააკონტროლა იქ პოლიციის თანხლებმა პირებმა. პოლიციით გატენეს საავადმყოფო და მაშინ გაიპარნენ ეგენი, გავიდნენ. უკვე ჩემი მეუღლე მკვდარი იყო. რაც შეეხება ექსპერტიზას, 8 თვეა ველოდებით. მე ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა და 8 თვე რატო წელავენ და რის გამო წელავენ, ალბათ თავიანთ სასიკეთოდ წელავენ ამ ექსპერტიზას.
აწყობთ რომ რავი ალბათ ჩვენ გონიათ რომ გავჩუნდებით თუ თვალებს დავხუჭავთ როგორც ერთსა და ორს და გააჩუმეს და რაღაცეები გააკეთეს მაგრამ ძალიან ცდებიან ჩვენ არ იმას აქვთ არ გავჩუნდებით და არ გავჩერდებით მანამ საბოლოო პასუხს არ გავიგებთ და ყველა თავისას არ მიიღებს როდესაც პაციენტი დამძიმდა გონდა თუ არა მოთხოვნა თბილისში გადაყვანის კი ბატონო კი მოვითხოვე რეკავდი მაგის ტელეფონებზე ნარეკებიც მაქვს მესეჯებიც მაქვს შენახული მაქვს ისე თბილისში რეკავდი ბევრ სხვადასხვა სამავადმყოფოებში ვირეკავდი იქ მე რუავედი კიდევ მაღლა ვიღაც კაცი იყო რავი ქირურგია მე მგონი ისიც თუ არ ვცდები ზროსლი კაცი იყო რავი სახელი და გვარი არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით თბილისში დავრეკეთ რომ ერთადერთი კლინიკა იყო რომელმაც რატიანის კლინიკამ თქვა რომ მივიღებთ კი ბატონო გვაქვს ადგილი და მივიღებთ ავედით დავალაპარაკე ეს კაცი ეს ექიმი ვინც იყო ამ მეორე ექიმს რატიანის კლინიკა უარს აცხადებდა გადაყვანა კლინიკა უარს აცხადებდა რომ გავანძრიოთ დაიღუპება თუნდაც დააღუპული იყო ბავშვი და აღარ უნდათ და ეს რომ დავალაპარაკე ამ რატიანის კლინიკიდან ამ ექიმს ისეთ რავი თავად იმაზე ელაპარაკებოდა ენაზე რომ მიახვედრა რომ აზრი არ აქვს და რომ აზრი არ აქვს ყუტარია მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით ახლა როგორ ექიმებს თავად იმაზე ელაპარაკობენ და თან ხან ჩაიცინებდა ხარ რაღაცას იტყვა მე ეგეს მაგასაც დავამატებდი რომ ისიც თქვა რომ მე უფრო მაწყობს აქედან რომ წაიყვანოთ რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ ყველაფერი ვინ იყო ეს ექიმი არ ვიცი ზუსტად მაგრამ სახეზე ვიცი და ვცნობ რა სახელი და გვარი არ ვიცი ზუსტად ვინ იყო და რა იყო სახეზე ვცნობ ძალიან კარგად იმ ადამიანს ახალგაზრდა ბიჭი არ არის ხანში შესული კაცი იქნება ეგრე 55-დან 60 წლამდე რა დაახლოებით და იცინოდა და რა ისეთი მეებს ელაპარაკებოდა ბევრ კლინიკაში დავყარო მე ვუთხარ რომ წავიყვანოთ არა ვერ რო წაიყვანოთ მოკვდება განძრევა არ შეიძლება მისნა თურმე განძრევა კი არა მიცვალებული ეწვინათ და გვატყუებდნენ ყველაფერს როდესაც გარდაიცვალა შემდეგ პოლიცია მოვიდა საპატრულო გამოვიდა ბოდიში ერთი ჩავეჭრები ამირას ჯერ კიდე ეკიპაჟი რა დროს შემოვიდა რუისიდან ჩამოვედი თუ არა პალატიდან რომ ბავშვი წაიყვანეს და ვეღარ გავყევი რომელ მხარეზე წაიყვანეს რომ მე უკან მივდევდი და ჩამოვედი ეზოში 2 თუ 4 ეკიპაჟი შემოვიდა ეზოში და იმ წუთში ვთქვი რომ ჩვენ თავს მართლა რაღაც ხდება მეთქი და არაო ეგაო ვიღაცა გიჟი შემოიყვანესო ყურუები ხო ყავდათ გაშვებული ახრომ მაგრამ რა თმინდოდა ეხლა მეტი რა ვიცი მე რა დროს ვინ შემოდის კლინიკაში თქვენ თქვით რომ ბევრი პოლიცია მოვიდა რაში დასჭირდათ რაში დასჭირდათ და აი როგორ ვთქვა კულტურულადაც არ მინდა რომ მივმართო იმიტომ რომ სანიტრებსა და ექთნებს არიან ამოფარებულები და ვეღარ დაიცავდნენ სანიტრები და ექთნები და იმიტომ სჭირდებოდათ ტყავი არ დაზიანებოდათ ჩვენს ეთერში რეკლამის დროა რამდენიმე წუთში ოჯახის ადვოკატთან ერთად დაბრუნდებით დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის სტუმარია ოჯახის ადვოკატი ქალბატონი მზია კობერიძე ქალბატონო მზია პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის რომ შეაფასოთ განვითარებული მოვლენები კლინიკის პოზიციაც და ასევე ოჯახის მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისათვის ეს რეგიონული ტელევიზია და ძალიან სასიკეთოდ იქნება ყველაფერი გაჟღერებული და კლინიკის თვისაც მოსახლეობისთვის უფრო მეტად მე მინდა გითხრათ რომ ფაქტია და რეალობა მე სამედიცინო სფეროს დიდ პატივს ვცემ როგორც ექიმთა სფეროს მინაიდან მედიცინის საზოგადოების ნაწილი ვარ რომელსაც მათი დახმარება მჭირდება მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი როდესაც ერთეულების გულგრილობით დაუდევრობით დგება ის სავალალო შედეგი რაც ქალბატონი მაგდა ბალიაშვილის შემთხვევაში დადგა მე იურისტების საერთოდ მტკიცებულებებზე ვსაუბრობთ მაგრამ დღესდღეობით მიმდინარეობს გამოძიება მოგახსენებთ რა თქმა უნდა თქვენ გაგიკვირდებათ და რამდენიმე დღე არის რაც გამოძიებამ
ჩემი ჩივილით გენერალურ ინსპექციაში იუსტიციის სამინისტროს ექსპერტის მიმართ მას ამის შემდგომ გაიცა ექსპერტიზის დასკვნა გორის საექსპერტო სამსახურიდან დაახლოებით 3 დღეა. მე მომიწია გენერალურში ჩივილი, მე მოგახსენეთ უკვე 3 დღეა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის აც გარდაცვლილი მაგდა ბალიაურის მეუღლესთან განმარტებით, მისი განმარტებით მან როცა მივიდა საექსპერტო ბიუროში, ასე უთხრა, რა ვქნა, ჩემი ბრალი არ არის, გორმედმა ძალიან გვიან მომაწოდა ანალიზებიო. არის რაღაცები, რომელიც ჩემს ძალას პრინციპში ვერ აღემატა, იმიტომ რომ ეს არის ისტორია და კონფიდენციალურია, გამოძიებას ამოღებული აქვს უკვე და გაგზავნილია კომისიურ ექსპერტიზაზე უკვე ყოველივე გამოძიებიდან. რაც შეეხება ახლა ის რაცაც დაცვას მე პირადად შემონახული მაქვს ჩემთვის და რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ იმ მტკიცებულებებზე, ჯერ როცა მოხდება ჩემთვის ამ როგორც კაცმობა, რომ რა იქნება ექსპერტიზის დასკვნა, აი მაშინ მექნება მე საფუძველი იმისა, რომ გაყალბებულია ან რაღაცა, იმას აი მე ერთ რაღაცაზე ვარ ოფიციალურად ჩასაფრებული, რომელიც ვიცი რაღაცა მონაცემით, რაღაცა გზით, რაღაცა წყაროთი, რომ რა ეწერება იქ. რა იქნება? ამჯერად ამ წუთებში ამაზე თამში ვიკავებ გაჟღერებისთვის, იმიტომ რომ ეს მასმედია და ამას ნახავს ხელი ქვეყანა. ქალბატონო მზია, როგორ შეაფასებით სამართლებრივად ექიმს, რომელსაც მიჰყავდა ორსულობა? რა თქმა უნდა, მე მედიკი არ ვარ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ვარ დედა და ჩემთვის ძალიან და ქალბატონიც ასე, ჩემთვის ძალიან გაუგებარია და მიუღებელია. მე გამოძიებას გადავეცი აც გარდაცვლილის ჩანაწერები, სადაც ქალბატონი წერს, რომ დღეს მას ძალიან მაღალი ქონდა წნევა. აი ამ წამალმა შედეგი არ გამოიღო. ქალბატონი ნინო შერმადინი ის ქალბატონია, რომელსაც ქალბატონ მაგდა ბალიაშვილს წინა ორსულობაც მძიმე მდგომარეობით ჰქონდა გადატანილი და ამ ინფორმაციის მატარებელი იყო ქალბატონი ნინო შერმადინი. ძალიან კარგად იცოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძალიან კარგად იცოდა და მე ვფიქრობ და ჩემი სუბიექტური მოსაზრება, მე კიდე დავძენ არ ვარ მედიკი, რომ ასეთ ორსულებისთვის საქართველოს რესპუბლიკაში არსებობს სპეციალური კლინიკები, სადაც მათი ორსულობა და მშობიარობა უნდა მომხდარიყო და ვფიქრობ, რომ ასეთი სავალალო შედეგი ოჯახმაც თქვა, რომ პირველი ორსულობა იყო პათოლოგიური. პათოლოგიური, ესეც ძალიან პათოლოგიური და მის თქმის საშუალებას მაძლევს ის დოკუმენტაცია, რომელიც აგერ ხერთ მაგდა გამოძიებასაც გადავეცით, ქალბატონის აც გარდაცვლილის ჩანაწერები, სადაც აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანი უჩივის მაღალ წნევიანობას. და ექიმს მიმართავს, რომ აი ამ საღამოს მაღალი მქონდა, აი ასეც და ეს მიმოწერებია, თუმცა ქალბატონ ნინო შერმადინთან. ქალბატონ ნინო შერმადინთან ჯერობით არ გადამიცია და ტელეფონსაც გადავცემ, სადაც გამოძიება, სადაც მიმოწერებიც არსებობს. მე რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ მოსაზრებისგანაც და ჩემი დაცვის ქვეშ ყოფებიც, რომ ვინმეს ქალბატონი მაგდას შეგნებული გარდაცვალების მიზანი და მისია ჰქონდა. არა, შორს ვარ ამ მოსაზრებისგან, დარწმუნებული ვარ და ვაწავს ამჯერავს, რომ თვითონაც თითოეული ცალ-ცალკე ძალიან მწარად განიცდიან ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია, აგერ მე ვერ მოხდა ჩემი შეხვედრა ბატონ ვასიკო სიმონია, რომელმაც აკეისრო კვეთვა გააკეთა, მე მას არ ვიცნობ. აი როგორ წავიდა თითოეული ექიმის სახლში ბატონი ვასიკო სიმონია, ქალბატონი ნინო შუალოფისაც ორსულობა მიყავდა. ან რას აკეთებდა მორიგე ექიმი, რასაც თქვენ არ ვიცი, ალბათ მას მე თქვენც გადმოგცათ გარდაცვლილის დედამ და განსაკუთრებით დეიდამ, რომელიც მედიკია და რომელიც წლების მედიკია, რომელსაც ძალიან კარგად იცის სამედიცინო სფერო და ძალიან კარგად არკვევს ადამიანის პათოლოგიურ მდგომარეობას, ბიოლოგიურ ჯანმრთელობას და ყველაფერს. აი ეს ქალბატონი აღწერს, რომ
მისი დიშვილი უკვე ოთახიდან, ანუ ასე ვთქვათ, პალატიდან უკვე გარდაცვლილი გაიყვანესო, აზრი აღარ ქონდა არაფერსო. თანაჩენიო ქალბატონო მზიაო, ჩემთან საუბარში განმარტავს, ყველაფერი იყო მოჩვენებითიო. ჩვენი თვალში დაცრის შესაქმნელად, იმიტომ რომ მითო მაი ცოცხალია, მითომ ეს, მაგრამ დედა რომელიც გარდაცვლის თავზე ედგა პალატაში, აი ისეთი მწარე და აღწერს ჩემთან საუბარში, რომ ვეხვეწებოდი ექიმ შემოსულიყო, არსად ექიმი არ ჩანდა ექთანი, არავინ და ამას გულგრილობის გარდა ლექსიკონში სხვა სიტყვას და ვერც სამართალში ვერ მოწებნი, რომ დაარქვა ამას ეს. ეს იყო გულგრილობა, უყურადღებობა, რას ეკეთებდა მორიგე ექიმი. თავის დროზე რო ჩატარებოდა ის ყურადღება, რომ მიქცეოდა, ჩატარებოდა ანალიზების კვლევა, რა თქმა უნდა, ასეც ამბობენ, რომ იქ მორიგეობდა ასეთი რეანიმატოლოგი გვერდით კლინიკაში გვერდით კლინიკაში გვარი ძალიან კარგად მახსოვდა ეს არის შაკო ბესტაშვილი, რომელსაც თელი კლინიკა და სამედიცინო სფერო გორში დიდებულად პიროვნებად აფასებს, ის აუცილებლად რაღაცას მოუძებნიდაო, დედა ამბობს ეს კაცი რომ მოვიდაო და რო თქვა რას აკეთებთ ხალხო, ეს რა ხდება, გული გაჩერებულაო, უკვე გული გაჩერებული. ამ პირის გამოძახება, როდესაც პაციენტი ვერ გეტყვით, დიდი ალბათობით გარდაუვალია, მე ხა გამოძიებაში ვერ მას ვიზავ, მაგრამ გამოძიებამ ყველა იმ დღის მორიგე ნამდვილად ვიცი ყველა გამოკითხულია და ყველასთან შეხვედრილია გამოძიება. მომხდარი ფაქტის შემდეგ თუ გქონდათ საუბარი კლინიკის ადმინისტრაციასთან? კლინიკის ადმინისტრაციასთან თვითონ კლინიკის ხელმძღვანელს ბატონი ლადო თუ არ ვცდები სახელად, წერილობით მიმართე და პრესსამსახურით გამოგზავნილი მაქვს წერილი, რომ ამოღებულია ყველაფერი, გაგზავნილია, რომ ჩვენი ინტერესის სფეროში შედისო, რომ გამოვავლინოთ რა მოხდაო. ეს არის ის რომ ექიმი და პაციენტი, ადვოკატი და კლიენტი ერთმანეთთან თითქმის თანაბრად არიან, აი თანაბარი ურთიერთობებია და იცით რა მინდა ვთქვა, აი მე გავიმეორებ გარდაცვლილის დედის სიტყვებს, რომ აი ესეთი პასუხისგებლობა, სამძიმარი მაინც რომ ეთქვათ, რაღაცა მოწიწება გაჩენოდათ, მისულიყო ასეც ადგილი არ ქონებია. განსაკუთრებით გაუცრებული ვარ იმ ექიმების, რომელსაც უშუალო შემხედლობა ჰქონდა, რომელსაც დაუშვათ ორსულობა მიყავდა, რომელსაც აკეისრო კვეთა გააკეთა. იქნება ეს გაჭირვებული ხალხი, სულ სხვანაირად იქნება. ამათმა ეს კი არ გააკეთეს. პირდაპირ ტელევიზიებით იმართლეს თავი, რომ აი ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. ჩვენ ეს კი არა, ჩვენ აი მაგდა ბალიაშვილი სამშობიაროდ კივილებით შეუვიდათ. მძიმე პაციენტი იყო, ვერ გადააგზავნეს და აი ამიტომ მიიღეს. უყურეთ, აი ასეთი კურსია აღებული, აიღო კლინიკამ ასეთი კურსი და აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩვენი ეს ყველაფერი და მიმდინარეობს გამოძიება. ნახოთ სადამდე მივალთ, ვფიქრობ, რომ ძალიან დაგვიანდა ყველაზე მეტად ადგილობრივად. რატომ მიგვიანებს ექსპერტიზის დასკვნა თქვენი აზრით? როგორც უფლებადამცველის. აიცით, საფუძველი თუმცა მქონდა იმისი, რომ განგაში ზარი როგორიც ავტეხე და როგორიც მე გენერალურში ვიჩივლე და ქალბატონ ექსპერტთან გავედი ხაზზე და მე მას შევპირდი და ამის მესიჯები მაქვს სატელეფონო მიმოწერები, ეს ის დოკუმენტაცია, რომელსაც აუცილებლად გამოძიებაში წავადგენ. მე და ჩემი დაცვის ქვეშ ყოფსაც ამის ილუზია არ გვაწუხებს. საფუძვლიანად ქონდა ის მოსაზრება, რომ ადგილობრივი ხდებოდა ყველაფერი და მე არ ვიცნობ თქო წერანაც თქვი მე არც ერთ ექიმს და ისინი დიდი წლების თანამშრომლები არიან, დიდი ხნის მაცხოვრებლები არიან. ქალბატონმა გარდაცვლილის დედამ წერილობითაც მისწერა რეგულირების სააგენტოს, რომ ძალიან ძნელია ჩემი მდგომარეობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ იცი, რომ შენ ხარ ცარიელი ხელებით, შენ არ ყავს ესეთი პატრონი, როგორც ყავს ვიღაცა ვასიკო სიმონიას, როგორც ყავს შერმატინს, როგორც ყავს გორმეთს და მე არაფერი გამოჩერებს, რა შვილი მომიკვდაო და
არავინ არ გძნობს ამ პასუხისგებლობასო, რომ ვიღაცას ბოდიში მაინც მოეხა და ვიღაცას სამძიმარია თქვა ოჯახისთვის. ასეთიც არ აღმოჩნდა არავინ პირდაპირ სამძიმარიც არ გამოუცხადა. არ სამძიმარი გამოუცხადა კლინიკამ ოჯახს, არანაირი სამძიმარი. ხო გეუბნებით, მე კლინიკამ თავისი ინტერესების დასაცავად ტელევიზიებს მიმართა და გაავრცელა ასეთი ხმები. ქალბატონი აიცით რას ამბობს, რუისი დიდი სოფელიაო. რამდენჯერ მომიკვდა შვილიო, რამდენჯერაც მასმედიაში გავიდა ინფორმაცია, მე ეს სოფელიაო, ქალბატონო მზიაო, ჩვენი მდუმარება არაფერი არაო. ძალიან ბევრი სასწრი და მოსაზრება ის იყო, მე შვილის ან სხეული გავყიდი, ან გვამი გავყიდი, ან რაღაცა ვიღე, ან რაღაცა. რამდენჯერაც გადიოდა ტელევიზიითო. ეს ინფორმაცია იმდენჯერ მე შვილი მიკვდებოდა, იმდენი ტკივილი მივიღეო. რა არის თქვენი მოთხოვნა დღეს? ჩვენი მოთხოვნა ჯერჯერობით ჩვენი მოთხოვნა ასეთია რომ დაველოდოთ და ველოდებით ჩვენ გამოძიებას ძალიან გვწევს და გვჯერავს რომ სამართალი ისე იმებს მე არ ვარ შორს ამ აზრიდან და მე დანარჩენ მოთხოვნასაც ჩამოყალიბდებით ვიძლები სიტყვას რომ არ გავჩერდებით არც ტელევიზიას, არც გორმენტს, არც გამოძიების მიერ გამოკვეთილ დამნაშავეს აზრურგამდე რომ დაჭირდეს ოჯახს მიმა იქამდე. თქვენ ძალიან კარგად გესმით რომ ახალგაზრდა 30 წლის სიცოცხლეა შეწირული, ორი შვილია და ბავშვია ობლად დარჩენილი. მძიმეა მდგომარეობა ოჯახში მატერიალურიც ბავშვებს დის ბებია ქალბატონი გარდა ბებია, რომელსაც ხვალზე დიალიზი უნდა დაენიშნოს. ისეთი მძიმეა ოჯახის მდგომარეობა და ქალბატონს ახლა გარდაცვლილი შვილი ყავს მაგდა ბალიაშვილის დედას წარმოიდგინეთ დედას რო შვილი მოუკვდება ჯვარისწერია ყოველას მისი მდგომარეობა მას ასეთი მცირეწლოვანი ბავშვების ახსნის უნარი აღარ შეწევს. კი, ესმის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენამდე ამის დაინტერესებით. შეგახსენებთ რომ დღეს გადაცემაში სტუმრად იყვნენ გორმედის კლინიკაში გარდაცვლილი 2 წლის 30 წლის მაგდა ბალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მზია კობერიძე. მე კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და იმ უმძიმესი ამბის გახსენებისთვის, რომელმაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაყურებელს კი მშვიდობიან ღამეს უსურვებ, შევხვდებით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს საღამოს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით.